როდესაც საქმე ეხება ბავშვის რუკას, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვი ამ პლანეტების ენერგიას ვერ მართავს. პატარა ასაკში შესაბამისად მას სჭირდება ამ ენერგიის, ესე ვთქვათ, გარემოდან მიღება. კონკრეტული პლანეტების, იმიტომ რომ თვითონ ამ ენერგიის მართვა არ შეუძლია და გამომუშავება შესაბამისად ბავშვი პატარა ასაკში, პატარა ასაკი ითვლება 12 წლამდე. ამ პლანეტების ენერგიას იღებს გარემოდან, შესაბამისად იღებს თავისი საახლობლო წრიდან, ესე ვთქვათ. მაგალითად, სატურნის ენერგიას ბავშვი იღებს მამისგან, როგორც ყველაზე ისეთი სერიოზული, მიზანდასახული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანისგან. მზის ენერგიას იღებს ყველაზე ავტორიტარული, ყველაზე ენერგიული, ყველაზე პოზიტიური ადამიანისგან, რომელიც არის მის გარემოში. შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი. მთვარის ენერგიას იღებს დედისგან, აღმზრდელისგან თუ ხავს. იგივენაირად თუნდაც ძაღლისგან, რადგან ძაღლიც არის მთვარის ენერგიის მატარებელი, სითბოს ქჩუქნის მზრუნველია და ასე შემდეგ. მერკურის ენერგიას ბავშვი იღებს და-ძმებისგან, მეზობლებისგან. ვენერას ენერგიას ადამიანი ბავშვი უпростоრად იღებს უფრო შედარებით უფრო ლამაზი, შედარებით თბილი, საყვარელი ადამიანებისგან. იგივენაირად ვენერას ენერგია შეუძლია მიიღოს ყვავილებისგან, გარემოსგან, ანუ ბუნებისგან, ყველაფერი ლამაზისგან. მარსის ენერგიის მიღება ბავშვს შეუძლია მის გარემოში, ვინც არის ყველაზე მეტად ენერგიული, ყველაზე მეტად გამბედავი, ყველაზე მეტად ესეთი აქტიური ადამიანი, მიზანდასახული. იუპიტერის ენერგიის მიღება ბავშვს შეუძლია ყველაზე მეტად გულუხვი და ამბიციური ოჯახის წევრისგან ან ნაცნობისგან. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ურთიერთქმედება აი ამ ადამიანებთან, ბავშვის ურთიერთქმედება გარემოსთან და ძალიან მნიშვნელოვანია მშობელმა მოიფიქროს თუ ვინ აძლევს კონკრეტული პლანეტის ენერგიას თავის შვილს და რამდენად სწორად ხდება ამ კონკრეტული ადამიანის შერჩევა და საჭირო თუ არის თუ არა კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთქმედება თუ ის აძლევს ამ ენერგიას ცოტა რაიმე მხრივ დამახინჯებულად. მაგალითად, სატურნის ენერგიის მატარებელი არის მამა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის შემთხვევები, როდესაც მამა ვერ აძლევს სატურნის ენერგიას ან არ არის ხასიათით თუნდაც სატურნის ენერგიის მატარებელი, ესეთ შემთხვევაში საჭიროა მოიძებნოს ვინმე სხვა მაგალითი. ესეთ დროს არ არის აუცილებელი მაინც და მაინც მოიძებნოს ვინმე სხვა კონკრეტული ადამიანი, შესაძლოა მოიძებნოს პერსონაჟი კონკრეტული ზღაპრებიდან, კონკრეტული წიგნებიდან, ფილმებიდან, თუნდაც მულტფილმებიდან და შესაბამისად აი ესე მივაწოდოთ ბავშვს კონკრეტული პლანეტის ენერგია, იმიტომ რომ როდესაც თავიდანვე პატარა ასაკშივე ამ ბავშვს ექნება ყველა პლანეტის ენერგია, როდესაც გაიზრდება ძალიან მარტივად შეძლებს უკვე ამ ენერგიის თვითონ გაცემას და შესაბამისად კონტროლსაც.